სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგი სასამართლოს ხდომა გაიმართა. პროცესზე მტკიცებულებები გამოიკვლეს. ადვოკატების თქმით, წარმოდგენილი მასალები მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას ვერ ადასტურებს. გარდა ამისა, ხდომაზე გამოკითხეს ჰაბიდოსკოპიური ექსპერტები, რომლებიც ბრალდებულების იდენტიფიცირებაში მონაწილეობდნენ. დაკავებულებს სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ლიზი ბეკუა უერთდება ფორმულას ეთერს ხდომის დეტალებით. 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირის საქმის განხილვა კვლავ გაგრძელდა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. არსებითი ეტაპი კვლავ გრძელდება და დღეს დაიკითხა ბრალდების მხარის ორი მოწმე, ანუ გაგრძელდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა ჰაბიდოსკოპიური ორი ექსპერტი, რომლებმაც ჩაატარეს სახის ამომცნობი ექსპერტიზა ბრალდებულებთან დაკავშირებით და მათ ვიდეო მტკიცებულებები დაათვალიერეს, რის საფუძველზე შემდეგ უკვე ამოიცნეს ის ბრალდებულები, რომლებიც დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე იმყოფებოდნენ. გულისხმობ 13 პირს, რომელსაც ედავებიან ჯგუფურ ძალადობას და ასევე სტრატეგიული ობიექტის ბლოკირების მცდელობას. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე შეკითხვები ჰქონდათ როგორც ბრალდების მხარის წარმომადგენლებს, ასევე დაცვის მხარის წარმომადგენლებსაც და თავად ბრალდებულებსაც და ეს შეკითხვები ეხებოდა უმეტესწილად იმ საგამოძიებო მოქმედებებს და იმ ექსპერტიზას, რომელიც თავად ამ ექსპერტებმა ჩაატარეს. რაც შეეხება პროცესის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს, როგორც პროკურორი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, დღევანდელი ჩვენებებით ამ ექსპერტების ჩვენებებით დადასტურდა ის, რომ ეს 13 პირი იმყოფებოდა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციასთან 4 ოქტომბერს და მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ჯგუფურ ძალადობას და ასევე ისინი ცდილობდნენ სტრატეგიული ობიექტის ბლოკირებას, ხოლო რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლოს ხდომის შემდეგაც მიუთითებს, რომ რეალურად ამ ექსპერტებმა ვერ დაადასტურეს კონკრეტულად ეს ადამიანები იღებდნენ თუ არა იყვნენ თუ არა რაიმე შემხებლობაში ჯგუფურ ძალადობაში აღნიშნულ აქციაზე, ამიტომ დაცვის მხარე თვლის, რომ ამ საქმეში არ დევს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობა დადასტურდეს. საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით. ერთ-ერთ ბრალდებულზე მაგალითად 4 ვიდეო იყო წარმოდგენილი, 3-ზე თქვა ექსპერტმა, რომ ის პიროვნება იყო, ხოლო ერთზე ვერ შეძლო კატეგორიულად დასმის გაცემა და ხოლო ერთ ვიდეოზე თქვა, რომ იყო სავარაუდო, თუმცა ერთობლიობაში აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერებზე თქვა, რომ კატეგორიულად იყო ბრალდებული. რეალურად ყოველ პროცესზე უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ ამ საქმეზე დაკავებული პირები არიან უდანაშაულოები და მათ მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური იდეონა. ამის დემონსტრირება მოხდა დღევანდელ პროცესზე, სადაც დაიკითხა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის ჩამტარებელი პირები და მათ მიერ რიგ შემთხვევებში არ იყო დამაჯერებელი პასუხები გაცემული, რიგ შემთხვევებში ისინი ცდილობდნენ მსგავსი პასუხებით, რომ რაღაც მათ სავარაუდო არის ეს დასკვნა თავი გამოეძრუნათ და ყოველდღე ხდება ამის დემონსტრირება, მაგრამ ცხადია ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ საბოლოო ჯამში ამას რაიმე გავლენა ექნება. მესამე ვიდეოს, რომელსაც ბრალდების მხარის მტკიცებით აქვს მამხილებელი ხასიათი, ამ შემთხვევაში ექსპერტმა თქვა, რომ შეიძლება გიორგი კივალიძე არისო, მაგრამ შეიძლება არც არისო. შესაბამისად ეს ექსპერტიზის დასკვნა გათვალისწინებული არ უნდა იყოს და ბრალდების მხარის აქვს წარმოდგენილი ვიდეო, რომელზეც კაცი არის ის ვინ არის ექსპერტის თავადაც ამოსვა, შეიძლება არის, მაგრამ შეიძლება არ არის. აღნიშნული არ შეიძლება სასამართლომ გაითვალისწინოს და ჩათვალოს კონკრეტულ წარმოდგენილ ვიდეოზე პირი, რომელიც ჩანს, არის გიორგი კივალიძე. მათი საუბრეს ზოგად საკითხებზე, ძირითადი აქცენტი გამახვილებული იყო იმაზე, რომ გასცეს დასკვნები, ჩვენს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით იყვნენ თუ არა ის პირები, რომლებსაც ბრალდების მხარე ედავება, მათი მხრიდან არ იქნა ზუსტად გაცემული პასუხები, სულ იყო გაცემული სავარაუდო და შესაბამისად დაველოდებით, დამატებით კიდევ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეების გამოკითხვას. 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული 64 პირის სასამართლოს ხდომები თბილისის საქალაქო სასამართლოში მომდევნო დღეებშიც არის ჩანიშნული. მაყურებელს შევახსენებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული პირების სასამართლოს ხდომები ყოველდღიურ რეჟიმში იმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში. 64 პირიდან არც ერთი მათგანი არ ცვლის თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ასევე მათ ადვოკატებსაც მიაჩნიათ, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.